სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს მიერ 8 თვის განმავლობაში ჩატარებული შემოწმების შედეგად 78 ობიექტიდან 69-ში შეუსაბამობა დაფიქსირდა. კვების ობიექტებში იყიდება ბადაგასული ნაწარმი, რიგ შემთხვევებში დარღვეულია ეტიკეტის და ხორცის წარმოების პროცედურები, წარმოებლებს მიეცათ გონივრული და ხარვეზის გამოსასწორებლად. ეს ანგარიში სამმართველოს უფროსმა დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შენიშვნები ჰქონდათ სასაკლაოების საკითხთან და რეალიზაციიდან ამოღებული ნაწარმის გაუნებელყოფის პროცედურებთან დაკავშირებით. დღესვე გახმოვანდა ინიციატივა, რომლის მიხედვით სურსათის სააგენტო, რომელიც ცენტრალიზებულად იმართება, ანგარიში ვალდებული აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთანაც იყოს. ანგარიში ჩვენ მოვისმინეთ თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს დაგროვილი პრობლემები, რომელიც ექვემდებარება ოპერატიულ გადაწყვეტას. აქ უნდა ჩაერთოს როგორც სამთავრობო, ისე კერძო პასუხისმგებელი პირები. სწრაფი შეკითხვები დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ ხდება გარე ვაჭრობა, როგორ ხდება პროდუქტის რეალიზაცია, როგორ ხდება სარეალიზაციო გამოტანილი პროდუქციის შესაბამისობა სტანდარტებთან. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ არ გააჩნია სტანდარტები. მე ვფიქრობ, რომ სურსათის უნელობის სამსახურმა იმ უფლებებით, რომელიც მას ახლა ამ ბოლოს მიენიჭა და საკმაოდ მრავალი უფლება აქვს აჯარიმების ამოღების, განადგურების წესი დამუშავდა ყველაფერი, ამ ხრივ მეტად უნდა დაიხარჯონ და მეტი პრობლემები გამოავლინონ. ეხლა მაკონტროლებელი ჯარიმებით სიტუაცია არ გამოსწორდება. სურსათის ხაზით მუშაობა ძალიან კომპლექსური მდგომას ითხოვს. ჩვენ გვაქვს კოდექსი, რომელიც კოდექსითაც ხელმძღვანელობთ და მუშაობთ. კოდექსში მოგახსენებათ, რომ მაისის თვეში შევიდა ცვლილებები და ამ ცვლილებების საფუძველზე უკვე ხდება აღნიშნული საკითხების მოგვარება.